მშვიდობისა. საქართველოს პირველი არხია თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია რესტორანაზე თარგმანით. დღეს 4 თებერვალია და შესაბამისად განსაკუთრებული დატვირთვით მინდა ვთქვა, რომ ყველაზე დიდი ფასეულობა ადამიანია. ყველაზე დიდი ღირებულება ადამიანია ნებისმიერ საზოგადოებაში მიუხედავად ადამიანის ინდივიდუალური მახასიათებლებისა. ადამიანის სიცოცხლე და ადამიანის ცხოვრების ხარისხი არის არა მარტო მედიკოსებისათვის, არამედ მთლიანად საზოგადოებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი საზრუნავი და ამიტომ დღევანდელ თარიღთან მიმართებაში, როდესაც მსოფლიო კიბოსთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრობს, ალბათ არავის გაუკვირდებათ, რომ სიცოცხლესთან მებრძოლი, უпростоრად სიცოცხლისთვის მებრძოლი ადამიანების არმიის მხარდაჭერა არის მთელი საზოგადოების საქმე. თუ ჩვენ საუბრობთ კიბოს მსოფლიო დღეზე, ჩვენ უნდა გავიხსენოთ ის წლები, როდესაც ჩვენ ყვებოდით განსაკუთრებულ თავგადასავალს განსაკუთრებული ადამიანების შესახებ. ჩვენ ძალიან რთული გზა გავიარეთ მათთან ერთად, იმიტომ რომ არ იყო მარტივი არც ჩვენთვის და არც მათთვის ამ საკითხებზე საჯაროდ საუბარი. მაგრამ თუ ჩვენ გავითვალისწინებთ დღევანდელ თარიღს, სათქმელი ძალიან ბევრი აქვს სამედიცინო საზოგადოებას და ყველა იმ ადამიანს, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა რა არის კიბოსთან ბრძოლა. თუ ჩვენ გავიხსენებთ, რომ დღეს კიბოს მსოფლიო დღეა, მე მინდა გაგახსენოთ აგრეთვე ზოგიერთი რიცხვი, რომელიც ფიქრობს აგულისხმოა. მაგალითად, თქვენ ახლად ხედავთ რამდენიმე რიცხვს, რომელთა ახსნა მნიშვნელოვანი იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ თქვათ, რომ ყოველწლიურად 19,3 მილიონი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თუმცა საგულისხმოა ის, რომ დაახლოებით 40%-ზე მეტი შემთხვევა შეგვეძლო თავიდან აკვეცილებინა. უფრო მეტიც 40-ზე მეტ შემთხვევაში, უბრალოდ 40%-ზე მეტ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ გასათვალისწინებელია ცხოვრების ისეთი ფაქტორები, რომელთა მოდიფიკაცია შეგვიძლია, რომელია ასეთი თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლის მოხმარება, კვებასთან, ფიზიკურ აქტივობასთან, ცხოვრების სხვა ფაქტორებთან დაკავშირებული თავისებურებები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადრეული სკრინინგით, ადრეული დიაგნოსტიკით სულ ცოტა 1/3-ის თავიდან აცილება შეგვიძლია. განსაკუთრებით საგულისხმოა ამ ჩამონათვალში, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ტვირთიც მნიშვნელოვანია და ბევრი სხვა ფაქტორიც, მაგრამ დასაფიქრებელია, რომ დაბალი განვითარების, საშუალო ეკონომიკური განვითარების ქვეყნებში 70%-ზე მაღალია ის შემთხვევები, რომელიც რთულდება და არასასურველი შედეგით დასრულდება. აი ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია შემაჯამებელი სტატისტიკური მონაცემი, რომელიც თანამედროვე მტკიცებით მედიცინას აქვს. საბოლოო ჯამში დღეს ჩვენთვის ცნობილი სიმსივნური დაავადებების 30-50% გახლავთ პრევენციის საგანი, ანუ ამ პრობლემების თავიდან აცილება შესაძლებელია. დღეს ჩვენ განსხვავებულად ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა ცვლილებებია საჭირო, მაგრამ ცვლილებები, რომელთა დამსახურებითაც ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ადამიანების ცხოვრება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთად მოქმედებთ და არ დაგვავიწყდეს, რომ უნიკალურობა არის ის განსაკუთრებული მახასიათებელი ჩვენი იდენტობისა, რომელიც თითოეულ ადამიანს უკავშირდება და მხოლოდ ამ ადამიანების უნიკალურობით გაერთიანება არის სასურველი გზა, სასურველი შედეგის მისაღწევად. განსაკუთრებით წელს არის სათქმელი იმ ადამიანებზე, ვინც თავად იქცენ ისტორიის მთხრობელებად, თუმცა ამის შესახებ მოდით თანმიმდევრულად ვისაუბროთ. როდესაც ჩვენ საუბრობთ კიბოს მსოფლიო დღეზე, მე გაგახსენეთ ჩვენი გრძელი გზა, რომელიც არაჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად გავიარეთ. მართლა ძალიან რთული იყო ამ გზაზე სიარული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ადამიანებისათვის იმის განცდა, რომ მარტო არ არიან და არ დაგიმალავთ, ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის განცდა, რომ ყველანი ერთად ერთ თემაზე ვფიქრობთ.
რა იყო მთავარი საზრუნავი და რა არის მთავარი სათქმელი. Რა თქმა უნდა, ყველას უნდა, როდესაც ლაპარაკია ონკოლოგიურ პრობლემაზე, ომში გამარჯვება. მაგრამ ყველას გაცნობიერებული გვაქვს, რომ ეს არის პატარა და დიდი ბრძოლები ამ ომის გზაზე. ვიდრე ომში გავიმარჯვებთ, ჩვენ გვჭირდება ამ პატარ-პატარა ბრძოლების მარცხისა და გამარჯვების გაცნობიერება და რაც მთავარია, გაგრძელება იმ გზისა, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს ომში გამარჯვებამდე. და თუ გავიხსენებთ იმ საოცარ ადამიანებს, ვინც ამის შესახებ ხმამაღლა საუბარი პირველად გაბედა, ჩვენ ყოველთვის გვაქვს განსაკუთრებული სიამაყე, იმიტომ რომ მათ ჩვენი გადაცემის სივრცეში გაბედეს, ჩვენც მათთან ერთად გავბედეთ და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ ადამიანების როლი, მათ ისტორიული როლი შეასრულეს, მათ შეცვალეს არა მარტო საკუთარი, არამედ სხვა ადამიანების ცხოვრება. და ამით თანხმობით არაფერს აქვს ისეთი ძალა, როგორც მაგალითს, არაფერს აქვს ისეთი მამოტივირებელი რესურსი, როგორც სხვა ადამიანის მაგალითს, რომელმაც ეს გზა უკვე გაიარა. ამ ადამიანებმა სწორედ ასეთი მაგალითი შექმნეს, ასეთი ძალა მისცეს სხვა ადამიანებს და როდესაც მე კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით ვარჩევ ხოლმე დეტალებს, დღეს ალბათ შენიშნეთ, რამდენად მნიშვნელოვანია საშვილოსნოს ყელის კიბოს მიმართ სოლიდარობის გამოხატვა, განსაკუთრებით ცნობადობის ჭრილში. რამდენად მნიშვნელოვანია არაჩვეულებრივი ქალბატონების ხელნაკეთი აი ამ ვარდისფერი ბაფთის ტარება სიამაყით, როდესაც ჩვენ ძუძუს კიბოს ცნობადობაზე ვსაუბრობთ და ამ ქალბატონების მიმართ სოლიდარობაზე. ეს კი გახლავთ სოლიდარობის ელჩის სიმბოლო, რომელსაც მე ძალიან დიდი სიამაყით და პატივით ვატარებ. და ახლა სტუდიაში მე ვმასპინძლობ არაჩვეულებრივ ქალბატონებს, ნამდვილად მთხრობელებს, ისტორიის მთხრობელებს, რომლებიც სწორედ ასეთი სამკაულით არიან გამორჩეულები. და ქალბატონი ნინო ციხისელი, ქალბატონი თეა შარაბიძე, ქალბატონი თათია ცერცვაძე უნდა წარმოგიდგინოთ. დილამშვიდობისა ქალბატონები. ძალიან ვამაყობ თქვენით და სიმართლე გითხრათ, არაფერს ამბობს ეს სიტყვათა შეთანხმება იმ განცდასთან მიმართებაში, რაც მე თქვენ მიმართ მაქვს. განსაკუთრებით იმის გაცნობიერებისას, როდესაც ჩვენ შევთანხმდით წელს საერთაშორისო საზოგადოება ამბობს, რომ ამბის მთხრობელები, ამბის მთქმელები არიან განსაკუთრებული ფიგურები, რომელსაც შეუძლიათ დაავადების მიმართ დამოკიდებულება შეცვალონ და სხვა ადამიანების ცხოვრება შეცვალონ. ჩვენ ეს გამოვცადეთ ჩვენი რუბრიკის ფარგლებში იმ გზის გავლისას, რაც ერთად გამოვიარეთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი დამოკიდებულება, თქვენი როგორც მთხრობელების, რა შეცვალა ამბის თქმამ, თხრობამ თქვენთვის და სხვა ადამიანებისთვის. რომელი დაიწყებთ? ქალბატონი ნინო. მინდა გითხრათ, რომ ცოტა მთხრობელის როლში ყოფნა ცოტათი რთულია ნამდვილად, იმიტომ რომ თავდაპირველად როგორც ონკოპაციენტის შენი პრობლემაც არის ის ხმამაღლა შეგიძლია თუ არ შეგიძლია ამაზე საუბარი და ჩვენ ვიხსენებდით კიდეც ამ ნაწილს. თქვენი გადაცემა იყო ზუსტად ის ნათელი წერტილი და ის მზის სხივი, რომელმაც გამაბედინა მე რომ ესაუბრა ამ თემაზე და კიდევ აქ მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ, იმიტომ რომ მადლობა თქვენი ნინა. საუბარი ამ თემაზე ბევრი რამისგან გათავისუფლებს და პირველად რომ შემომთავაზეს, რომ ესეთი ჩაწერა უნდა განხორციელებული იყო და იქნებ ჩემი ამბავი მომეთხოვ, დიდხანს ვფიქრობდი, შემეძლო თუ არ შემეძლო და ბოლოს გავბედე და რომ გავბედე ბევრი რამე შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ რომ თითქოს დაუბრუნდი ისევ იმ ძველ ნინოს, როგორიც ვიყავი, გავხდი უფრო მეტად თავდაჯერებული, უფრო მეტად გავძლიერდი და დავინახე ის, რომ სხვა ადამიანებისთვის ხდებოდი მაგალითი და ალბათ ამან უფრო გადამაწყვეტინა. დიდი პასუხისმგებლობაა ძალიან თხრობა შენი ისტორიის, ის ზუსტად ისე უნდა გადმოსცე და თქვენ სწორი აღნიშნეთ, როდესაც საუბრობდით, ვისაც ეს გადატანილი აქვს და განცდილი აქვს, მან ყველაზე უკეთ იცის. კი, ამ პროცესში ექიმიც ჩართულია, ოჯახის წევრიც ჩართულია, მაგრამ ადამიანი, რომელსაც საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი ეს რა არის დაავადება და ყველა დეტალი ეს წვრილმანებში იცის, ის ყველაზე უკეთესად გადმოსცემს იმ ამბავს, იმ სირთულეს, რაც აი ამ ჩვენს დაავადებასთან ახლავს, თუმცა იმ პოზიტივსაც, რაც ამ ყველაფერს მოყვება. ნინო, მე უნდა გულწრფელად გითხრათ, რომ
დღეს როდესაც შეგხვდით გადაცემის დაწყებამდე მე ვიყავი ძალიან ბედნიერი, როდესაც გამახსენეთ ის რეტროსპექტივა, რაც ჩვენს პირველ და დღევანდელ შეხვედრას აშორებს. და ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც ის ხივი, რომელიც არის თქვენს თვალებში და ის თავდაჯერებულა, რომელთაც დღეს თქვენ ჩვენს გადაცემაში მოხვედით, სრულიად განსხვავდება იმ ემოციისგან და იმ ნინოსგან, რომელიც მე პირველად გავიცანი. ნამდვილად. ძალიან მიხარია, რა თქმა უნდა, თქვენთან დაკავშირებული ეს ამბავი, მაგრამ მე მოგვიანებით ისევ დავბრუნდები თქვენთან ერთი მთავარი სათქმელით, რომელზედაც ალბათ ყველას მოგვიწევს ვისაუბროთ. ანდა შეგვიძლია ახლაც ვთქვათ, როდესაც თქვენ ბრძანეთ, როგორ ხდებოდი სხვა ადამიანებისთვის მაგალითი, აღმოჩნდა თუ არა ეს სხვა ადამიანებისთვისაც ბიძგი და თქვენი თხრობა აღმოჩნდა თუ არა სხვა ადამიანებისათვის საბაბი ან მიზეზი ცხოვრების ცვლილებისა. იცით რა არის ნამდვილად აღმოჩნდა, იმიტომ რომ თითოეული გადაცემა, თითოეული სიუჟეტი, სადაც კი მონაწილეობა მიმიღია, ავიღოთ პირველი ჩაწერა, რომელიც თქვენი გადაცემის მეშვეობით განხორციელდა, იმხელა გამოხმაურება მოყვა. ადამიანები რაღაცა პირად სივრცეშიც მეკონტაქტებოდნენ, გამოცდილებას უზიარებდნენ, მთხოვდნენ რაღაცა ერთმანეთის თანადგომის ის ქონდა, პერიოდი ქონდა, რჩევებსაც, ალბათ საკუთარ პრობლემებსაც ადარებენ, ხო, თქვენს გამოცდილებას. რა თქმა უნდა და მე რომ ხედავენ, რომ აი შენ მე მაგალითად კი ვიყავი ძალიან ცუდად ვიზუალურ ნაწილშიც აბსოლუტურად განსხვავებული ვიყავი, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი მოწესრიგებული ყოფილიყავი, რაღაც ქუსლზე მდგარიყავი, ჩემი თავისთვის მიმეხედა, დილა რო თენდებოდა ეს სარკესთან დავდგებოდი და ვამბობდი, რომ ნინო, ეხა შენ ვიცი რომ არ შეგიძლია, მაგრამ უნდა შეძლო და ესე გავაძლებინე ჩემ თავს და მე უკვე ესეც რო ხედავდნენ რაღაცა მათთვისაც სტიმული იყო. ბევრი შემხვედრია კლინიკაშიც, სადაც მე დავდიოდი და უთქვავს, რომ მე გნახეთ თქვენ გადაცემაში და თქვენ ხომ ნინო ხართ და მე გვისაუბრია ძალიან ბევრი, ყოფილან უიმედო, როგორც მე თავდაპირველად ვიყავი და შემდგომ მეორე ჯერზე და მესამე ჯერზე აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანები იყვნენ და არ შემძლია აქ არ აღვნიშნო ევროპადონასთან ჩემი კონტაქტი. ამ ეტაპზე კი ბატონო ევროპადონას ვიცე-პრეზიდენტი ვარ და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ამ ორგანიზაციას და იმ ყველაფრისთვის, რაც გააკეთა პირადად ჩემთვის ერთი ნინოსთვის. და როდესაც პირველად შევხვდი ამ ქალბატონებს და მივედი პარიკით, რაღაც საცოდავი, ოღონდ მართლა მე თვითონ მეწოდებოდა ჩემი თავი, მაგრამ სხვებთან არ ვიმჩნევდი ამ ყველაფერს და შემომეხვია 10 გოგო დაახლოებით და ყველა მიყვებოდა თავის ისტორიას და ესენი იყვნენ აი უსაზღვროდ მოწესრიგებულები, გაპრანჭულები, ლამაზები და თვალები უბრწყინავდათ და რო შევხედე ვიფიქრე რომ ვაიმე თქო ეტყობა ეს ადამიანები რაღაცა ამ დაავადებამ ცოტა რეალობას ააცდინა თქო და ვერც ვიფიქრებდი მაშინ რომ ეს დღე ჩემს ცხოვრებაშიც დადგებოდა, მაგრამ ასე მოხდა. თურმე კიბოს შემდგომ ცხოვრება, აი ამას სრული პასუხისმგებლობით ვიტყვი, იმაზე უკეთესია ვიდრე მანამდე იყო. გულწრფელად მე რო არჩევანის წინაშე ვინმე დამაყენოს ახლა და მკითხოს რომ აი რომელი ცხოვრება გირჩევნია, კიბომდე თუ კიბოს შემდეგ, მე ავირჩევდი მეორეს. თქვენ შეგცვალათ და შეცვალა ძალიან ბევრი რამ სხვა ადამიანებისთვისაც. თუმცა არის თუ არა თხრობა, ამბის გაზიარება, ასეთი მნიშვნელოვანი. თია, ყველას თავისი ისტორია აქვს. იცით, თანამედროვე მედიცინა ამბობს, რომ ყველას თავისი ონკოლოგიური დიაგნოზი აქვს. ყველას თავისი შაქრიანი დიაბეტი აქვს. ყველას თავისი კუჭის წყული აქვს. ანუ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს ახალი დაავადება უჩნდებათ მანამდე უცნობი. არა, უბრალოდ ძალიან ბევრი თავისებურება, რაც ჩვენ პიროვნულად გვაქვს, არის დაკავშირებული დაავადების მართვასთან, მიმდინარეობასთან, იმ ბარიერების გადალახვასთან, რომელიც გზადაგზა ხდება. ეს დაავადება ამ ადამიანში გარკვეულწილად შეიძლება ითქვას. და როგორც მთხრობელი, თქვენ სხვანაირი ხართ და თქვენი ამბის თხრობა, როდესაც თქვენ ყვებით, ან სხვების გასაგონად ყვებით, ან სხვებისათვის რას ცulis, ან თქვენთვის რას ცulis ეს? ცulis რა თქმა უნდა ცალსახად, იმიტომ რომ ერთი პირადად ჩემთვის ცulis მას გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ნებისმიერი ადამიანისათვის. ადამიანი თავისუფლად სოციალური არსებაა, ხომ? მას თავისივე მსგავსთან ურთიერთობა დაბადებიდან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისთვის შესაბამისად.
ნებისმიერ თემაზე რაღაცა მეორე ადამიანისთვის ინფორმაციის მიწოდება და მით უმეტეს თუ ეს თემა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, მტკივნეულია, რაღაცნაირად ეხება ამ ადამიანს და შეიძლება გარკვეულად მოწყვლადსაც ხდის გარკვეულ სიტუაციებში ამის გაზიარება თითქოს გათავისუფლების ტოლფასია და აძლიერებს კიდევაც რაღაცნაირად თვითონ ადამიანს. მეორეს მხრივ მეორე ადამიანისთვის ვინც შეიძლება ასევე ეხება მსგავს პრობლემას მისთვის გარკვეულად არის რომ აი მარტო არ ვარ ჩემნაირები არსებობენ ეს მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ადამიანს ძალიან ეშინია ხო მარტოობის რაღაცაში გარკვეულ სიტუაციებში შეიძლება უნიკალურობა კარგიც იყოს თუმცა ეს როცა ეხება ისეთ რაღაცას რამაც შეიძლება დაგაზიანოს ლეტალური შედეგიც კი მიიღო რაღაცის გამო ასეთ შემთხვევაში მარტოობა მთლად სასიამოვნო არ არის ხომ შესაბამისად პირველ რიგში რასაც ხედავს ჩემი აზრით ის მეორე ადამიანი არის ის რომ მე მარტო არ ვარ არსებობენ ადამიანები ვინც ჩემნაირ მდგომარეობაში არიან იგივე სატკივარი აქვთ იგივე აწუხებთ შეიძლება მაინც და მაინც ფიზიკურად ზუსტად იდენტურად არ მიდიოდეს ყველასთან ყველაფერი თუმცა რაღაცა ფსიქოლოგიური მომენტები საერთოდ ნამდვილად არსებობს რომ აი რაღაც ერთი მტერი ყავთ ასე ვთქვათ და ეს ბევრად უფრო მეტად აერთიანებს ადამიანებს და თითქოს უფრო მეტ ძალას გაძლევს მარტო ბრძოლა არაა მარტივი ძალიან კარგად ჩამოაყალიბეთ ახლა დახატეთ სურათი რა აერთიანებთ ამ ქალებს საერთო მტრის წინააღმდეგ თუმცა ნინო ბრძანებდა როდესაც საუბრობთ როდესაც პირველად ვამბობთ ჩვენი პრობლემის შესახებ გასათვალისწინებელია გულწრფელობის ხარისხი ზოგჯერ არის რომ ადამიანს ეს სირთულები არ გაუვლია და ჩვენ ვფიქრობთ ასეთ დროს უნდა ვიფიქროთ რომ იქნებ დავმალოთ იქნებ არ უთხრათ რომ არ შეშინდეს არ დაფთხეს თქვენ როგორ მოყევით პირველად სხვების გასაგონად აი ამ თხრობაში რამდენად მნიშვნელოვანია გულწრფელობა გულწრფელობა ყველაფერში მნიშვნელოვანია ძალიან მნიშვნელოვანია გულწრფელობა ჩემ შემთხვევაში ცოტა სხვანაირად იყო ჩემთვის ეს კიბო არ ყოფილა რაღაცა ძალიან უცნობი და საშიში იმიტომ რომ არ იყო დედას ჰქონდა ასევე ძუძოს კიბო დეიდას ბიძასაც ასევე სხვა სიმსივნეებით და შესაბამისად რაღაცნაირად ეს კიბო მე თითქოს პირდაპირ კი არ მეც ესე ნელ-ნელა ნაბიჯ მიახლოვდებოდა და გაგეცნოთ გამეცნოთ დიახ და ამიტომ იქიდან გამომდინარე საკმაოდ მედგრად შეხვდნენ დედა ექიმია დეიდაც ექიმი ყველანი თვითონ დაავადებას იცნობდნენ ოღონდ შორიდან მე უკვე მათაც რო ქონდათ საკმაოდ მედგრად შეხვდნენ დედამ დაამარცხა ეს დაავადება და შესაბამისად ჩემთვის კი არ იყო რაღაცა ესეთი უძლეველი თუმცა ვიცოდი რაოდენ რთულად მოდის ეს დამარცხება ამიტომ რა თქმა უნდა ვერ ვიტყვი რომ ძალიან აი სასიამოვნო იყო და ბედნიერი ვიყავი ეს ამბავი რომ გავიგე თუმცა იქიდან გამომდინარე რომ აი დედას ჰქონდა დეიდას ბიძას მე მუდმივად ვიტარებდი სკრინინგს მუდმივად ვაკონტროლე ძალიან მოწესრიგებულად და შესაბამისად ძალიან ადრეულ სტადიაზე აღმოვაჩინე ეს ჩემი დაავადება კვანძად ჩამოყალიბებულიც კი არ იყო, კალცინატები იყო და პროგნოზით შესაბამისად ძალიან ისეთი იყო რა, საიმედო იყო ასე ვთქვათ. ამიტომ ერთი წამითაც არ მქონია ის დაშვება, რომ ჩემს სიცოცხლეს რაიმე ემუქრებოდა. განვიხილავდი, მე რეციდივი მქონდა და ამიტომ ეს ორ ეტაპად მიდიოდა. პირველ ეტაპზე განვიხილავდი როგორც ძალიან ცოტა ხნიან დისკომფორტს ამას და აი მეორედ რომ დაბრუნდა უკვე კიბო მე პირველი რაც ვიკითხე რა დრო დაჭირდება ამ ყველაფერს რომ მე ზუსტად ვცოდნო და ეს დისკომფორტი ჩემთვის და დავარქვი ესე დროებითი დისკომფორტი და ჩემთვის ძალიან გაადვილდა ასე ვთქვა ამან გამიადვილა ეს კიბო აღარ იყო ეს იყო ჩემი დროებითი დისკომფორტი შესაბამისად რადგან იყო დროებითი დისკომფორტი გარდა ამისა მეც აი როგორც ნინო აღნიშნა ჩემი მეგობრები არიან ევროპადონა ჯორჯიას და ჰოუპის გოგონებს ვეძახი მე და წარმომადგენლებს მეც ასე გიძახით გოგონებს
გოგონები ჩემი მეგობრები არიან და მათი ისტორიებიც ვიცოდი, შეხებაც მქონდა მათთან და ვიცოდი რამდენად ეხმარებოდნენ ერთმანეთს, რამდენად აძლევდნენ პროფესიით ფსიქოლოგი ვარ შესაბამისად, ესეც მეხმარება გარკვეულწილად, რომ ვიცოდე რამდენად მნიშვნელოვანია გაზიარება თვითონ ადამიანისთვის და ზოგადად მეორე ადამიანისთვისაც, ამიტომ რომ გიხართ მოყოლა ჩემი ამბის არ გამჭირვებია და ვისაც აინტერესებდა, რაც აინტერესებდა, აი იმ დოზით და იმ ფარგლებში ყოველთვის ყვებოდი და უყვებოდი. მეც მეხმარებოდა ნამდვილად, იმიტომ რომ გაზიარება ნამდვილად გაზიარება ეს არ არის რომ მე მოვყევი და მე გადავეცი ინფორმაცია. ხანდახან ისეთი საინტერესო კითხვები მოდიოდა სრულიად გაუთვით ცნობიერებელი პაციენტისგან, რომელზეც აი მე ვფიქრობდი ჩემ თავთან დაკავშირებით და გარკვეულწილად სხვა მიმართულებით რაღაცების გარკვევას ვიწყებდი, რაღაცები მეხმარებოდა თუნდაც პრაქტიკული თვალსაზრისით, იმიტომ რომ აი მე ეს გავაკეთე და ამან მიშველა დაუშვათ. ეს გაზიარება მუდმივად არის და ძალიან კარგია ეს, ვიცი რა, მე დაუშვათ ლიმონს ვაგდებ წყალში და ისევ სვავ და ეს უფრო სასიამოვნოა. მოსინჯე ბევრად უფრო კარგი იყო ნამდვილად და მეც ასე დავიწყე წყლის დალევა. წყლის შევსება გჭირდებათ და თურმე ასეთი ვერსიით უფრო ადვილად შევივსებთ წყლის საჭიროება. უფრო ადვილია და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ყველაფერი გაზიარება ამბის მოყოლა მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ჩვეულებრივად ადამიანები ასეთ შემთხვევაში ჩემი აზრით ხვდებით, რომ ჩვენ ბევრი რამ გვაკავშირებს, ბევრი საერთო გვაქვს და ბევრ რაღაცებს ბევრი რაღაც ერთნაირად განიცდება ჩვენთვის. და შესაბამისად აი ამ განცდებთან და ამ სირთულეებთან მიმართებაში გარკვეულ გზებსაც ვუჩვენებთ ერთმანეთს და ერთადაც ვპოულობთ. და ევროპა დონა ჯორჯიას ხופი ამაში ისე გვეხმარებიან, იმიტომ რომ მათ რაღაცნაირად ესე კონსოლიდირებულად აქვთ ეს ინფორმაცია, შეგროვილი აქვთ ეს სხვადასხვა გამოცდილებები და დახარისხებული თითქოს და მე ამას აი ესე გაწვდიან საჭიროებისამებრ, როდის რა გჭირდება, აქ გაგიჭირდა ამაზე აი ეს გამოცდილება გვაქვს, იმაზე ეს გამოცდილება გვაქვს. ეს ძალიან დამხმარეა ნამდვილად. როდესაც ქალბატონი ნინო და ქალბატონი თია საუბრობდნენ, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ გამოიკვეთა. გაერთიანება. ადამიანების გაერთიანება ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ოჯახის შიგნით, ოჯახის გარეთ. როდესაც დიაგნოზის გარშემო ადამიანები ერთიანდებიან, პრაქტიკულად ახლა თემ დაგვანახა, რომ ჩვენ საერთოდ მტრის წინააღმდეგ ვერთიანდებით და მეორე მხრივ ნინომ ბრძანა, რომ ემოციურად ეს ადამიანები გადამდები ხდებიან, თუნდაც იმიტომ, რომ მათ შეძლეს ამ საერთოდ მტრის წინააღმდეგ რაღაც სამარჯვების გამომუშავება. თათე, თქვენ როგორი მთხრობელი ხართ? მე სიმართლე გითხრათ, პირველად ეს ისე ვთქვათ, გამოწვევა არის ჩემთვის, იმიტომ რომ პირველად ვარ ესე, როდესაც საჯაროდ ვსაუბრობ. მაგრამ ოჯახში ხართ, ჩათვალეთ, თქვენ იცით აქ განწყობა. და ნუ რაც შეეხება ევროპადონას და ჰოუპს უდიდესი მადლობა ასევე, იმიტომ რომ მე მგონი პირველები იყვნენ ვინც ესე გვერდით მედგნენ მეც და ნუ არა ერთ ესე ვთქვათ ონკოპაციენტს. და რაც შეეხება თხრობას, ნამდვილად აი ეს თანადგომა მე მახსოვს პირველი საუბარი ხათუნასთან. თქვენც იცნობთ მე მგონია, რამხელა გავლენა და როგორი ბედნიერი ვიყავი ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ, იმიტომ რომ თითქოს ქაოსში ხარ, აი მართლა რაღაცა უღრან ტყეში დაკარგული და თუნდაც აი ამ ყველაფრის მართვა, თქვათ, რომელ ექიმთან მიხვიდე, რა კვლევები გაიკეთო, კი გიწერენ, მაგრამ მთელი დასტა არის ჩამოწერილი, თქვათ, რაც უნდა გაიკეთო და ესე თქვათ, იგივე წამლების მხრივ. და იმდენად გილაგებენ ყველაფერს ტექნიკური საკითხების გარდა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, რომ ეს მართლაც უდიდესი ბედნიერებაა და ძალიან მადლიერი ვარ ამის. რაც შეეხება, ესე ვთქვათ, თხრობას, ანუ მინდოდა მეთქვა ის, რომ მთავარი мотиваცია რის გამოც, ვთქვათ, დავთანხმდი და გავბედე ამ გადაცემაში მოსვლა ის იყო, რომ პირველს როდესაც ეს დიაგნოზი დამესვა ზუსტად პირველი რაც გავაკეთე იყო ის, რომ დავიწყე მოძიება მსგავსი ვიდეოების, ისტორიების მოსმენის, ზუსტად თქვენ გადაცემასაც უსმენდი და
ძალიან დიდი мотивაცია იყო, როდესაც დავინახე, რომ ამდენი გამოჯანმრთელებული ონკოპაციენტი იყო, აგრძელებდნენ ცხოვრებას, თავიდან დაიბადნენ, ისევე როგორც მე დავიბადე თავიდან და მართლა დავეთანხმები ნინოს, რომ აი ამ დიაგნოზის შემდგომი ცხოვრება იმდენად მრავალფეროვანი, საინტერესო და იმდენად ყოველი წამით ტკბებით, რომ ნამდვილად ჯობია მანამდე პერიოდს. სიცოცხლის მიმართ დამოკიდებულებას, ფასეულობების მიმართ დამოკიდებულებას, ადამიანების მიმართ დამოკიდებულებას. თქვენი ამბის თხრობა, ან სხვის მონათხრობის მოსმენა ცვლის? ცვლის, რა თქმა უნდა, ცვლის, აი როგორც აღნიშნეს გოგოებმა, ის შეგრძნება, რომ მარტო არ ხარ, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, ის რომ უკვე ესე კეთილსაიმედო პროგნოზი არის ამ შემთხვევაში, ფაქტობრივად, აი ბოლო სტადიებზეც კი და არაერთი მაგალითი ყავს გარშემო, როდესაც ჩვეულებრივ ცხოვრობენ და არა მხოლოდ ის, რომ სიცოცხლე გაუხანგრძლივდეს, სრულ ფასოვნად ცხოვრობენ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სიცოცხლის ესე ვთქვათ, ხარისხს ინარჩუნებენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ანუ ესეთი მაგალითები ნამდვილად აი რაღაცნაირად თავდაჯერებულობასაც გვმატებს ჩვენს და დარწმუნებული ვარ ეხლა თუნდაც ის ადამიანები ვინც ეხლა გადიან ამ გზას ფიქრობ რომ ესე ვთქვათ იგივე აი ჩვენი საუბრიდან გამომდინარე უფრო მხნედ იქნებიან და გარკვეულწილს შევიტანთ ესე ვთქვათ მათ კეთილდღეობაშიც ამ შემთხვევაში. თათია მე დარწმუნებული ვარ. იცით რატო ვარ დარწმუნებული? იმიტომ რომ ახლა სტუდიაში ჩვენთან არის 3 არაჩვეულებრივი ქალბატონი. მაგრამ არ მიწყენენ ქალბატონები თუ ვიტყვი რომ ისინი არიან სიმბოლური სახე უამრავი ქალბატონისა. მართალია ისინი ახლა 3 არიან სტუდიაში, მაგრამ ძალიან ბევრი ქალბატონის სახელით საუბრობენ აქ და ძალიან ბევრი ქალბატონის სათქმელი მოიტანეს ჩვენამდე. და როდესაც მაყურებელი ხედავს, როგორ გამოიყურებით თქვენ, როგორ საუბრობთ თქვენ, მათ იციან რომ ჩვენს გადაცემაში საგანგებოდ არც ტექსტი იწერება, არც ვინმეს თხოვნით აკეთებს რამეს, ან ვინმეს დაკვეთით. ჩვენ ვლაპარაკობთ ადამიანურად, ოჯახურად, ისე როგორც წლების მანძილზე გავაკეთეთ, რა ძალიან მნიშვნელოვანია ის რაც ადამიანების ცხოვრებას შეცვლის. თათიან ბრძანა რომ ვინც ახლა გვიყურებსო, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანისთვის ეს სიტყვები, რაც თქვენგან მოისმინეს იქნება ზუსტად ის სტიმული, რომელიც მათ მისცემს საშუალებას ბევრად უფრო თამამად შევიდნენ დღეს გამოკვლევაზე, ხვალ დილით გაიღვიძონ და დაინახონ ცხოვრების და სიცოცხლის აზრი ყოველ წუთში, რომელსაც ისინი გაივლიან, თუნდაც მძიმე მკურნალობის ფონზე, თუნდაც მძიმე ოპერაციული ჩარევის ფონზე, თუნდაც რთული რეაბილიტაციის ფონზე, მაგრამ მათ იციან, რომ არის კარგი მაგალითები და მათ ეგულებით თქვენ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ, როდესაც ყვებით ამ ამბებს, ჩვენ ამით ვაჩვენებთ იმ სამყაროს, რომელმაც შეძლო ერთი იდეის გარშემო გაერთიანება, ძალიან მამაცები არიან, შექმნეს არმია საერთო მტრის დასამარცხებლად. და სწორედ აი ამ ქალბატონების პატივსაცემად, ამ არაჩვეულებრივი ადამიანების პატივსაცემად პირადად ჩემი დიდი სურვილით ჩვენ ვიწყებთ ახალ კამპანიას. კამპანიას, სადაც ამ ქალბატონების და არა მარტო ქალბატონების გალერეა კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნება. ჩვენ პირობითად ასე დავარქვით. 12 ადამიანი, 12 კამერა, 12 თვე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კალენდარზე კიდევ ახალი ათვლა გვექნება. ანუ ჩვენ პროცესს კი არ ვაჩერებთ, ჩვენ ამბის თხრობას კი არ ვაჩერებთ, პირიქით კიდევ უფრო მეტი მთხრობელი გვეყოლება იმისთვის, რომ ადამიანებმა ამ მონათხრობით შეცვალონ საკუთარი ცხოვრება. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონებო, დღევანდელი სტუმრობისთვის. მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი გადაცემის პირველი ბლოკის სტუმრები ბრძანდებოდნენ. ევროპადონას ვიცე-პრეზიდენტი, ქალბატონი ნინო ციხისელი, ქალბატონი თეა შარაბიძე, ქალბატონი თათია ცერცვაძე. კიდევ ერთხელ მადლობა ქალბატონებო, წარმატებებს გისურვებთ. მე მაყურებელს გავახსენებ ვიდეო კოლაჟს, რომელიც უკავშირდება იმ არაჩვეულებრივ გალერეას, რომელსაც წლების მანძილზე თქვენ პერიოდულად ეცნობოდით. მკურნალობის ძირითად ეტაპს ვამთავრებ, დავამთავრე ქიმიოთერაპია და ახლა სხეული თერაპიის კურსზე ვარ. ასე რომ გავდივარ ბოლოში. თავარია შეინარჩუნოს სიმშვიდე და განწყობა.
დიდი მნიშვნელობა აქვს მხარდაჭერას ყველანაირად მეგობრების იქნება, ოჯახის წევრების თუ ზოგადად უცხო ადამიანების. ეს დიაგნოზი განაჩენი არ არის, რა თქმა უნდა, და ყოველდღე წამისთვის და ყოველდღე წუთისთვის ღირს ბრძოლა. ამიტომ არ უნდა დავნებდეთ. რთულია ენით გადმოსცე ის ყველაფერი, რასაც ამ დროს შინაგანად განიცდის ადამიანი. ყველაფერი უკვე ცხოვრებაში დალაგებული რომ გახდა, ეხლა რო ფიქრობ, რომ ეხლა მე დავჭდები და დავტკბები ცხოვრებით და ამ დროს აღმოაჩენ, რომ თურმე გენგრევა თავზე ყველაფერი. თავიდან ამ ყველაფერმა დამთრგუნა ძალიან და ვიფიქრე, რომ შევძლებ, თუ ვერ შევძლებ. და მე იყო ეს რაღაცა ჩემი გაუთავებელი ისეთი პირილი იყო თუ რაღაც საკუთარი თავის შეცოდება და მე მივხვდი, რომ ასე არ უნდა მოღწეულიყავი და პირიქით ფეხზე უნდა დამდგარიყავი, შემეძლო თუ არ შემეძლო და ის უნდა მეკეთებინა, რასაც მანამდე ვაკეთებდი. კიბო მხოლოდ ერთი ეპიზოდია ცხოვრებიდან და არა მთელი ისტორია. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა ცხოვრებაში, ბრძოლა საკუთარი სიცოცხლისთვის. ადამიანის ბუნება ძალიან ძლიერია. შეუძლია მას ყველა გამოწვევას გაუმკლავდეს და გამარჯვებული დაუბრუნდეს თავის ცხოვრებას. კიბოსთან ბრძოლის დაწყება და ამ გზის გავლა რთულია, თუმცა გამარჯვება ამად ღირს. როგორც შევთანხმდით წელს კიბოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მთავარი სათქმელი რა თქმა უნდა არის იმ დამოკიდებულების გაგრძელება, რომელიც უნიკალობით გაერთიანებას გულისხმობს, თუმცა ყველასათვის სრულად გასაგებია, რომ მთხრობელების როლი შეუფასებლად დიდია. და სწორედ მთხრობელებთან დაკავშირებულ სრულად განსხვავებულ წახნაგზე უნდა ვთქვათ დღეს, რომელსაც ხშირად საზოგადოება ვერ ვითვალისწინებთ, ან არ ვითვალისწინებთ. და ჩვენი გადაცემის მეორე ბლოკის სტუმარი გახლავთ თქვენთვის ძალიან კარგად ნაცნობი ჩვენი გადაცემის დიდი ხნის მეგობარი და გულშემატკივარი, პაციენტთა ადვოკატი. ეს არის საერთაშორისო სტატუსი ამ ქალბატონის, ბიოეთიკოსი, პროფესორი ქალბატონი ეკა სანიკიძე. დილამშვიდობის აიკა, ძალიან მიხარია ყოველთვის თქვენი სტუმრობა, თუმცა როდესაც ამ დღესთან დაკავშირებით ჩვენ ხვდებით, ყოველთვის მნიშვნელოვანია გავიხსენო აქაც ისტორია, რომ წლების მანძილზე და არა დღეს საუბრობთ თქვენ იმ საკითხებზე, რაზედაც მაყურებელს უნდა ახლა გავუზიაროთ ჩვენ ინფორმაცია და ამ პაციენტებთან ერთად ძალიან გრძელი და რთული გზა გაქვთ გავლილი. რა თქმა უნდა, მთხრობელები, ეს არის მთავარი სათქმელი ეთიკურ ჭრილში და მოდით დავინახოთ ჩვენც და დავანახოთ საზოგადოებასაც. მარი, პირველ რიგში ნებამიბოძეთ მოგილოცოთ ახალი სტუდია, იმიტომ რომ პირველად ვარ მასმერი აქვს და დიდი წარმატებები გისურვოთ, იმიტომ რომ ვფიქრობ ძალიან დიდი ფუფუნება აქვს საქართველოს მაყურებელს, რომ ყავს თავისი პირადი ექიმი მარი ბალაზონია და განსაკუთრებით დღევანდელი დღის ჭრილში, რადგან მე მგონი სანამ UICC, ანუ ბრძოლის კიბოს კონტროლის საერთაშორისო კავშირი პაციენტის როლს, მის ცენტრალურ ასე ვთქვათ, როლს და ადგილს გამოკვეთდა და მით უმეტეს წელს აი ამ თქვენს მიერ გაჟღერებულ გზავნილში თემა არის სამწლიანი მოგეხსენებათ უნიკალობა გვაერთიანებს, მაგრამ წლევანდელი მესიჯი, წლევანდელი გზავნილი არის სწორედ ამბის მოყოლა, მოთხრობა. თქვენ ამ ამბავს ყვებოდით, მე მგონი ჯერ კიდევ 20 წლის წინ თქვენი სიუჟეტებით. და ჩემთვის ძალიან საამაყოა იცით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ინიციატივები ზოგჯერ ესეთი სტუდიებიდან, პატარა ქვეყნებიდან იწყება და მინდა გითხრათ, რომ იდეები, რომელიც იბადება საერთაშორისო კავშირში, ხშირად გროვდება სწორედ ჩვენნაირი ქვეყნებიდან და ჩვენნაირი ორგანიზაციებიდან. აქაც მოხდა მსგავსი რამ, მინდა გითხრათ, ითვალისწინებენ როგორც პაციენტთა ადვოკატმა, ითვალისწინებენ პაციენტთა საჭიროებებს, სწორედ მათი წახალისებით გაუზიარონ თავიანთი ისტორია. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ გარკვეული მორალური ან ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ან ცნობადობა გაიზარდოს. არამედ ამ გზით პროფესიონალები, ექსპერტები, მეცნიერები
აგროვებენ ინფორმაციას, სად არის ბარიერები, სად არის საჭიროებები, რომელთა შეფასება და შემდგომ ამ საჭიროებებზე მორგებული ახალი სტრატეგიები შეიმუშავონ და დანერგონ. თუმცა, როგორც თქვენ ბრძანეთ, აი ამბის მოთხრობაში ეთიკური საკითხი იჩენს თავს. ხომ არ იქნება ეს ერთგვარად ეგრეთ წოდებული კონფიდენტობის დარღვევა, სამედიცინო კონფიდენტობის, სამედიცინო საიდუმლოს, პრივატობის, ავტონომიის, ანუ ბიოეთიკის იმ ფუნდამენტური წესებისა და პრინციპების, რომელზედაც ჩვენ გამუდმებით მივუთითებთ ჩვენს ექიმებს, ჩვენს კოლეგებს, რომ თავიანთ საქმიანობის დროს დაიცვან. და ამ დროს ჩვენ შეიძლება ჩვენი მოწოდებით ერთგვარად თავად დავარღვიოთ ეს. ბუნებრივია, აქ გათვალისწინებულია ძალიან მნიშვნელოვნად გარკვეული ანონიმურობა, მოდი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ აი ამ წუთასაც რო შეხვიდეთ გვერდზე ნებისმიერი ესეთი პაციენტთა ორგანიზაციის და მით უმეტეს UIC-ის, ანუ აი ამ კიბოს კონტროლის საერთაშორისო ორგანიზაციის გვერდზე, იქ თხოვენ რომ პირადად მიიწერონ ეს ისტორია და იმ შემთხვევაში თუ სურვილი ექნებათ რომ გამოჩნდეს ვინ არის ამბის მთხრობელი, კი ბატონო, თუ არა და რა თქმა უნდა ეს დარჩება ანონიმურად. შესაბამისად, პაციენტს ყოველთვის აქვს არჩევანი. გამოჩნდეს თუ არ გამოჩნდეს. ახლა მე ვეცდები განსაზღვრო ერთგვარი კეთილშობილება, იცით ამბის თხრობის. როდესაც პაციენტს კარგად ესმის და თქვენმა სტუმრებმაც ისაუბრებს ამაზე, რომ ერთი კაცი წინა კაცი, როგორც ჩვენ ვიტყვით, უკანასიხიდია და გარკვეულწილად თავისი გამოცდილების გაზიარებით სხვას ეხმარება, გარკვეულწილად უმოკლებს იმ გასავლელ გზას და ბარიერებს, რა თქმა უნდა, უმცირებს, ამ შემთხვევაში როგორც წესი თანხმდებიან და ამბავს თავისი სურვილით, თავისი ნებით, თავისი ვინაობის დაფარვის გარეშე ყვებიან. მაგრამ არიან ადამიანები, რომელთაც ერთის მხრივ სტიგმა აქვთ და მეორეს მხრივ აქვთ გარკვეული სტრესი იმხელა მიღებული, რომ არ სურთ წარსულზე საუბარი. მე ხშირად შემხვედრია პაციენტი, რომელთაც უთქვამთ საპასუხოდ ჩემი თხოვნისა, რომ მობრძანებულიყვნენ ღონისძიებაში, ორგანიზაციაში მიიღოთ მონაწილეობა, თუნდაც გადაცემაში, ხომ აღარ მინდა იმ დროის გახსენება. მე ამ საკითხს აღარ ვაშუქებ არსად, საკუთარ ახლობლებთანაც კი. შესაბამისად, ორი მხარე აქვს, რა თქმა უნდა, ამას, თუმცა ბიოეთიკა აძლევს საშუალებას პაციენტს გააკეთოს არჩევანი. ეს არჩევანი, რა თქმა უნდა, არის მისი ერთგვარი გაზიარების, სხვისთვის სწავლების და გზის გაკვალვის სურვილი. ძალიან კეთილშობილური სურვილი, როდესაც ჩემი სირთულეები აღმოჩნდება სხვა ადამიანებისათვის შესაძლოა გამაძლიერებელ ფაქტორად და ასეთ შემთხვევაში ის მაგალითის ძალა ვიღაცისთვის შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. თუმცა აქ ჩვენ ვლაპარაკობთ ადამიანის სოციალურ როლზეც. ჩვენ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია, შევთანხმდით როგორც სოციალური არსებები. და აი აქ ჩნდება კიდევ ერთი წახნაგი, რომელიც ოჯახს უკავშირდება. ძალიან ხშირად ადამიანები იმაზეც კი ფიქრობენ, ოჯახის წევრებს გავუმხილო თუ არა. უფრო მეტიც იყო წლების მანძილზე ტენდენცია, როდესაც ოჯახის წევრები ცდილობდნენ შეენიღვა დიაგნოზი და პაციენტისთვის არ გაემხილათ. დღეს ჩვენ ვდგავართ რეალობის წინაშე, პაციენტმა უნდა იცოდეს ეს ყველაფერი, თუმცა აქ არის გასათვალისწინებელი თხრობასთან დაკავშირებით ეთიკურ წახნაგზე, როდესაც საუბრობთ ოჯახი და ოჯახის როლი როგორ იკითხება. ერთია პაციენტის პირადი არჩევანი, საჯაროდ თქვას ან არ თქვას. ოჯახი როგორ პოზიციას უნდა იკავებდეს ეგ. მარე, უღრმესი მადლობა ამ ძალიან აქტუალური კითხვისთვის. ადამიანები ამას მართლა არ აქცევენ ყურადღებას, იმიტომ რომ ემოციების და აი ამ თანაგრძნობის და თანადგომის და დახმარების გამოხატვის სურვილში ეკარგებათ ზოგჯერ აი ეს ზღვარი, რომლის გადალახვის უფლება არც მორალურად და არც მინდა გითხრათ სამართლებრივად სინამდვილეში ჩვენ არ გვაქვს. მე აქ უცებ გამოვყოფ ორ ნაწილს, ჩვენ ამაზე ადრეც გვისაუბრია, თქვენ აღნიშნეთ, რომ დღეს უკვე ეჭქვეშ არ დგება ის, რომ ოჯახის წევრს კი არ ვატყობინებთ დიაგნოზს, მკურნალობის გეგმას მას კი არ ვუთანხმებთ და ასე შემდეგ ცხოვრების წესს, სწორედ აი ონკონუტრიციის თუ ონკორეაბილიტაციის, ონკოფსიქოლოგიის და სხვა დამატებითი, ასე ვთქვათ, სერვისების საჭიროებაზეც აი მათ კი არ ვესაუბრებ.
ვისაუბრებით, თავი რო დავანებოთ ძირითად მკურნალობას, არამედ თავად პაციენტს სიმართლის თქმის წესი გვავალდებულებს, რომ პირველ რიგში მას უთხრათ, ცუდი ამბის შეტყობინება, რა თქმა უნდა, მაგრამ ცუდი ამბის შეტყობინებას აქვს თავისი სტანდარტი და როცა ექიმმა ეს იცის, ამას ისე მიაწოდებს, რომ ზედმეტი ტრავმა არ გამოიწვიოს და პირდაპირ საქმეზე და ქმედებაზე გადართოს და აი აქ უკვე დგება საკითხი პაციენტის ნებართვის. თუ პაციენტი გვაძლევს ნებართვას, რომ მის შესახებ ინფორმაცია სამედიცინო და ამ სამედიცინოსთან ასოცირებული პრივატული გავუზიაროთ ოჯახის წევრებს ან რომელიმე კონკრეტულ სხვა პიროვნებას, ამ შემთხვევაში ჩვენ ამის უფლება გვაქვს და ვესაუბრებით. მაგრამ თუ ის გვეუბნება გამოკვეთილად, რომ მე არ მსურს ჩემი ოჯახის წევრებმა, ან რომელიმე კონკრეტულმა წევრმა ამის შესახებ იცოდეს, ანუ არ გვაძლევს ნებართვას. ბიოეთიკა გვეუბნება, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება პაციენტის არჩევანი დავარღვიოთ. ეს არის ერთი მხარე. მეორე მხარე გახლავთ ოჯახის წევრებს შეუძლიათ თუ არა იმ შემთხვევაში, თუ უკვე იციან თავად პაციენტისგან მისი მდგომარეობა, ისაუბრონ სხვასთან. რა თქმა უნდა, არა. პასუხია ერთმნიშვნელოვნად არა. ჩვენ ისედაც არ შეგვიძლია ხომ ოჯახის წევრებს ერთმანეთის დაუშვათ მით უმეტეს პერსონალურ, თუნდაც სამსახურებრივ, თუნდაც წარმატებაზე ვისაუბროთ, თუნდაც ძალიან გახარებულები ვიყო და გვინდოდეს გაზიარება, მათი ნებართვის, მათთან შეთანხმების გარეშე. ამას ელემენტარული ცხოვრებისეული ეთიკაც ითხოვს და ერთმანეთის პატივისცემა, მაგრამ ამ შემთხვევაში განსაკუთრებით, როგორც თქვი, სამართლებრივი კუთხითაც კი არ აქვთ უფლება, თუ პაციენტისგან არ არის ნებართვა. როგორი კეთილშობილურიც არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, განზრახვა. და რატომ? იმიტომ რომ შედეგების გათვლა ესე ადვილად არ ხდება. კვლევებმა აჩვენა, რომ აი ესეთი სრულიად თითქოს უწყინარი საუბრებით და გაზიარებით ოჯახის წევრების მხრიდან ძალიან ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა შემდგომში ჩაკეტილობის, გარკვეული დეპრესიის, სტრესის, შფოთვის და შემდეგ ეს ერთი სტიგმის გაძლიერების, მაგრამ ყველაზე ცუდი რაც არის კლინიკური კუთხით, არ წავიდა ექიმთან, როცა უნდა წასულიყო, გააუქმა ვიზიტი, დააგვიანა საერთოდ უარი თქვა მკურნალობაზე და ეს უკვე აისახა არა მარტო ფსიქოლოგიურ, არამედ მის კლინიკურ მდგომარეობაზე. ანუ ჩვენ კლინიკური სარგებლის, მორალური სარგებლის მოტანის ვალდებულება ჩვენ დაუნებურად აი ამ კლინიკური და ეთიკური ზარალით, ზიანით ჩავანაცვლეთ. მაგრამ იმ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თუ გაცნობიერებული აქვს პაციენტსაც და ოჯახის წევრებსაც, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს თუ გაუზიარებენ, მით მეტი თანადგომა, ფიზიკური სხვათა შორის ფინანსური, სიტყვიერი თუ სხვა და მით მეტი, ასე ვთქვათ, გაკვეთილი იქნება ეს სხვა და დახმარება სხვა მსგავსი პრობლემის მქონე ოჯახებისათვის, იქ უკვე პრობლემა იხსნება. საერთოდ ბიოეთიკა ამით არის მომხიბლავი დარგი და მეცნიერება, რომ ის ითვალისწინებს პირობებს და იმ პირობებიდან გამომდინარე რაღაც ქმედება ამ პირობებში სწორია და გამართლებული ეთიკურია, სარგებლის მომტანია, ხოლო სხვა პირობებში შეიძლება არ იყოს გამართლებული. აქედან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად სწორია და არასწორია ჩვენ არ გვაქვს ეს ტერმინები. ჩვენ გვაქვს ეთიკურად მისაღები ამ პირობებში, ამ კონკრეტულ ადამიანთან მიმართებაში, ან არ არის მისაღები და სწორედ აქ მივდივართ ისევ პაციენტ-ცენტრულ, ანუ პაციენტზე ორიენტირებულ, ანუ მთხრობელზე, ამ შემთხვევაში ორიენტირებულ დამოკიდებულებაზე, რაც კიბოს კონტროლში, კიბოსთან ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. თავად პაციენტის ჩართულობა ამ რთულ და ძალიან მნიშვნელოვან საქმეში. ეკა ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ძალიან დიდი ხანია თქვენ ხართ ჩვენი მეგობარი. ერთია კადრს მიღმა ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა და მეორეა გადაცემასთან თქვენი საკმაოდ ხანდაზმული ურთიერთობა. დღევანდელი თქვენი სტუმრობა ფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით იმ წახნაგების წარმოჩენით, რაც თქვენ ცადეთ ბიოეთიკის თანამედროვე შეხედულებათა ჭრილში გაგეზიარებინათ საზოგადოებისათვის, თუმცა ვიდრე დავასრულებთ, მე მინდა აუცილებლად ვთქვა, დღეს კიბოს მსოფლიო დღეა. ეს არ არის უბრალოდ თარიღი ჩვენს კალენდრებში მონიშნული, რომელსაც ეს მარტივად გადავფურცლავთ. ეს არის ძალიან კარგი საბაბი დავფიქრდეთ იმაზე, ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ერთმანეთისათვის. ერთ ადამიანს ძალიან ხშირად უნდა გავიხსენოთ ეს, რომ ტვირთის ტარება
არ შეუძლია. ადამიანის სული გაცილებით მძიმეა ვიდრე სხეული, ასე ბრძანებდა ბატონი ნოტარ დუმბაძე და ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ საზოგადოებაც ოჯახივით არის. რაღაცის უფლება გვაქვს, რაღაცის უფლება არ გვაქვს და ჩვენი მთავარი სამიზნე და საზრუნავი უნდა იყოს ადამიანი. და როდესაც ვამბობთ უნიკალურობით გაერთიანებული, დიახ, ჩვენ გვაშინებს ერთმანეთის განსხვავებულობა. არადა როგორც ირკვევა, ჩვენი განსხვავებულობა ყველაზე მეტად გვაერთიანებს თურმე და უნიკალურობით გაერთიანება არის ამ კამპანიის საფუძველი, რომელიც აგერ უკვე მეორე წელია გრძელდება და კიდევ ერთი წელი გვაქვს წინ, ხოლო მთავარი სათქმელი მოусმინოთ მთხრობელებს, რომ მთხრობელები ქმნიან მთავარ ისტორიას და მთხრობელები გვიბიძგებენ მოქმედებისაგან. ეს არის ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს გვერდით არიან, ჩვენს გვერდით ცხოვრობენ, ჩვენს გვერდით მუშაობენ, ჩვენთან ერთად ოჯახებში ცხოვრობენ და ხშირად მათი ხმა არის მის. აი ეს არის გადამწყვეტი და საზოგადოება ამისთვის მომზადებული და თანადოდ განვითარებული უნდა იყოს. მე ამით გემშვიდობებით შეგახსენებთ, რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ბიოეთიკოსი, მეორე ბლოკის სტუმარი, ბიოეთიკოსი, პაციენტთა საერთაშორისო ადვოკატი, პროფესორი ქალბატონი ეკა სანიკიძე და მე დაგემშვიდობებით ტრადიციული სიტყვებით ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.